გომელაურის სუსში გამოკითხვაზე იმყოფებოდა ინფორმაციას უწყებაში გვიდასტურებენ. ჯერჯერობით უცნობია, რა ინფორმაცია მიაწოდა მან გამოძიებას. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი პირველი იყო, რომელმაც დაადასტურა, რომ BBC-ს ფილმში ნახსენები ნივთიერებები შინაგან საქმეთა სამინისტროს ნამდვილად ჰქონდა შეძენილი წინა ხელისუფლების დროს. ამ განცხადებიდან მალევე ოცნების მოქმედმა ლიდერებმა ვერსიების შეცვალეს და გომელაურის ნათქვამის ინტერპრეტირებას სცადეს. პროპაგანდაში არეული ოცნება ოცნების პროპაგანდისტების მიერ ბრომობენზილციანიდის აბრევიატურის BBC-ს აბრევიატურასთან შედარების შემდეგ დღეს ნინო წილოსანმა საზოგადოებას მოუწოდა ფილმებს უყურონ და იქიდან ისწავლონ როგორ იძიებენ მსგავს საქმეებს. ოცნების წარმომადგენელს ჟურნალისტები ეკითხებოდნენ, რატომ არ იყო გომელაური გამოკითხული. ლადო ბოჟაძე კი ამბობდა, რომ გომელაურზე ადრე სუსმა მერაბიშვილი და სააკაშვილი უნდა დაკითხოს. HBO-მ თამუნა მუსერიძეზე და საქართველოში დაკარგულ ბავშვებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო. ფილმის დახურული ჩვენება დღეს გაიმართა. მისი საჯარო პრემიერა კი HBO Max-ზე 12 დეკემბერს შედგება. კრიტიკული შეუსაბამობები და ჰიგიენური ნორმების დარღვევა რუსეთის ეროვნულმა სააგენტომ რძის პროდუქტების ერთ-ერთ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა. ობიექტი ხაჭოსებრ და არაჟნისებრ პროდუქციას სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე აწარმოებდა.